დავალებები, მასწავლებლის გამოგზავნილი დავალება ასიგმენტში და შემდეგ როგორ უნდა შევასრულოთ დავალება და ისევ უკან გადაუგზავნოთ მასწავლებელს. გავაზიაროთ ეკრანი. თქვენ ხედავთ ალბათ ეკრანს. მე ვარ ერთ-ერთი მოსწავლის Teams გვერდზე შესული. მოსწავლე ნახულობს დავალებას ასიგმენტში, აწკატებს ასიგმენტზე და ნახავს დავალებას. აი აქ ჩამოთვლილი არის დავალებები, ეს წითლად მონიშნულები არის ძველი დავალებები, ხოლო ეს ორი არის ახალი დავალება. დავაწყაპოთ ერთ-ერთ დავალებაზე, მაგალითად იყოს ეს, ავირჩიოთ ეს და აქ არის ჩანს აგერ დავალება. ეს დავალება რომ შევასრულოთ, შეგვიძლია აქაც დავაწყაპოთ. ჩამოიშლება დავალება, წერია ასეთი რაღაცა. აღწერეთ ლუარსაბის ეზო გარემო და სახლ-კარი. იმსჯელეთ, რომელ მხატვრულ საშუალებებს იყენებს ავტორი. შეგვიძლია აქ დავწეროთ, აი მაგალითად, დაგანახებთ რომ იწერება ნამდვილად, აი რაღაცები შეგვიძლია დავწეროთ, აი ასე და ამის შემდეგ ჩვენ გავაგზავნით მას. მაგრამ შეიძლება ახლა მე ვერ გავაგზავნი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვის გვერდზე ვარ და შემდეგ ის მასწავლებელს მიუვა. შეგვიძლია მეორე ვერსიაც ავირჩიოთ, ამ მეორე ვერსიასაც გასწავლით. აი აქ, აი ნახეთ, შემდეგ გაგზავნის დროს, აი ეს დაეწერება. აი ასეთი რაღაც, ამას თუ დავაწყაპებთ, აუცილებლად გაიგზავნება. აი შეგვიძლია add work, აი ამაზე დავაწყაპოთ, აი ამას თუ დავაწყაპებთ, ბავშვებო, აქედან ჩვენ შეგვიძლია სურათებიც კი გავგზავნოთ, აი, როდესაც დავალებას ვუღებთ სურათს, ამ თქვათ ნახატი გვაქვს, შესასრულებელი, ამ თქვათ გამოსაძერწი გვაქვს და ასე შემდეგ, შეიძლება დიორამა ჰქონდეს გასაგზავნი. აი add works დავაწყაპებთ. და აქ გამოჩნდება ასეთი ფანჯარა, რომელიც მეუბნება, თუ ეს დავალებები სადმე მაქვს, ან დრავიში, ან რაღაცა, აი ესენი უნდა ავირჩიოთ, ან ახალი ფაილი თუ შემიძლია დავამატოთ, მაგრამ აი ქვევით upload ღილაკს თუ დავაჭერთ, აი გამოჩნდება, აი ამ შემთხვევაში ჩემს სამუშაო დაფაზე რაც არის, ყველაფერი ჩანს აქ. თქვათ მინდა მივაბა ახლა ამას, თქვათ რაღაცა ასეთი, მაგალითად აღწერა, ისევ აღწერა რომ არის დასაწერი, რა თქმა უნდა ახლა მე დავალება არ მაქვს აქ შესრულებული მოსწავლე არა ვარ, აი დავაწყაპებთ აღწერას, შემდეგ გახსნას, ანუ ამას დავაწყაპებთ. ჩამოიტვირთება, დანს მივცემთ, ანუ შემდეგ დონეს ხო, დანს მივცემთ და ამის შემდეგ თუ ჩვენ აქ დავაწყაპებთ, აი დავაწყაპებთ, ანუ ამით გავაგზავნით მასწავლებელთან უკან ჩვენს დავალებას. აი, ნახეთ, ასეთი რაღაცა გამოვა. მოინიშნა აქ, აი, წიჩკას რომ ვეძახით, ეს გავუკეთდა და შემდეგ ნაყინიც ჩამოგვისხა Teams-მა, ანუ დაგვაჯილდოვა. შეიძლება რაღაც სხვა ანიმაციაც იყოს ნაყინის გარდა, სხვა რაღაცებიც არის ხოლმე. აი, ასე შეიძლებოდა ეს გაგვეკეთებინა და უკვე მასწავლებელს ექნება ეს დავალება მიღებული. მე ახლა გადავალ მასწავლებლის გვერდზე, ანუ ჩემს გვერდზე, აი აქ და თქვენ გაჩვენებთ აი გაჩვენებთ ახლა თქვენ მე სად მიიღო მასწავლებელმა ეს დავალება. აი
ეს არის უკვე ჩემი გვერდი, აი თქვენი მასწავლებლის გვერდი, აქ ჩემი სურათი ჩანს. შევდივარ მე ასიგმენტში, აი ბატონო ასიგმენტი არის. ვეძებ მე-11 კლასელის იყო ის დავალება, მოდი, იყო მე მგონი კაცი ადამიანი თუ არ ვცდები, აი აქე ჩანს კიდეც, აი რომ გავაგზავნე ბავშვის სახელით. ნახეთ, ეს მოსწავლე იყო აგერ, აი, ნახეთ, აი ამ ბავშვებს არცეც დავალება ნანახი არ აქვთ. არცეც არ აქვთ დავალება ნანახი. აი ამ მოსწავლეს აქვს და აი მონიშნულია კიდეც, რომ გამოგზავნილია. მოდი აბა დავაწყაპოთ. აი ასე ნახულობს მასწავლებელი თქვენს გამოგზავნის. აი ეს იყო ცარიერი ფურცელი, წეღალ მე რაც გავაგზავნე და მე უკვე მოსული მაქვს, ჩემთან უკვე მოსულია ეს დავალება. აი ასე მოვა თქვენი დავალებაც. ნახეთ, ბავშვებო, აი ამ მომენტში, ახლა, როდესაც მე ამას წერ, რუსუდანით შემოსული ეტყობა ამ გვერდის პატრონი, აი იქ თანამუშაობა გამოჩნდა წეღან თუ დაინახეთ. აი ასეთი არ არის ბავშვებო ძნელი, პირიქით მარტივია, ასე უნდა დავალების გამოგზავნა და კიდევ ერთი რაიმეც. აი აქ დავბრუნდეთ უკან, ნახეთ. და ჩვენ მოდი ერთხელ გასწავლით ახლა როგორ უნდა გააგზავნოთ თქვათ სურათი. ისევ AdWorks დავაჭერთ. ნახეთ. შემდეგ ქვევით upload ღილაკს. ჩამოტვირთვა, შეიძლება თქვენთან ქართულად იყოს, იმიტომ რომ ბუკით აკეთებთ, მაგრამ ნახეთ, აი ეს სურათი დაინახეთ, ნახე ის არის სადა აქვს. აი აქ ასეთ დააწყაპებთ და აი აქ თუ მაქვს რაიმე სურათი, ესენი ყველა სურათებია, მაგრამ არ ვიცი ახლა რა სურათია, ამიტომ მომიცა, არ ვიცი რა სურათები მაქვს აქ. კარგი, ანუ შეგვიძლია ნახეთ, შეგვიძლია პრეზენტაციაც გავაგზავნოთ, PowerPoint-ი არის აქ, შეგვიძლია ვიდეოც გავაგზავნოთ, ონლაინ თამაში ვაგერ აწერია, შეიძლება სურათიც გავაგზავნოთ, კაი, მოდი იყოს ეს სურათი, აგერ რუსოს სურათია მე მგონი ისედაც და გავგზავნოთ ეს სურათი. აი, ჩაიტვირთა სურათი, შემდეგ ვაძლევთ dance, შემდეგ ვაძლევთ აი ამას, გაგზავნას. აი, გავუკეთდა პტიჩკა და აი ნახეთ, უკვე სხვა ანიმაცია დამიდო, ანუ რაღაც სკივრი დამიდო განძით სავსე. ალბათ გასაგებია ყველაფერი, თქვენ შეეცადეთ ჩემო კარგებო რომ გამომიგზავნოთ დავალება, გისურვებთ წარმატებებს.